მოვიდა ეს უხერი. ისევ იაღლიში მოვიდა მეგობრებო. უპირველეს ყოვლისა გამარჯობათ მეგობრებო, ყველას ბედნიერება, სიხარული და რაც თორია უფალი იყო ჩვენთან. აი ეს ორი დღეა სულ მაგას ვიძახე, რომ აი მოშვება არ შეიძლება რა ამერიკაში რა. ესე იგი დეტროიტამდე, ესე იგი ეს ტვიტი სადაც უნდა მივიტანო, არის 120 მაილი რა, რამდენი? 135 მაილი დარჩენილი და გუშინ რომ მოვდიოდი მეთქი, აღარ დაჩა 120 მაილი. ძალიან აქ ცუდი გასაჩერებელი ადგილებია საერთოდ და ეს 94 და რომ მიდიხარ დეტროიტისკენ. მოდი გავჩერდები მეთქი და ისეთი კაი ამინდი იყო, კაი ამინდი და კი გადავხედე ამინდს რომ მეთქი, მაგრამ ასეთი თოვლი არის, რაღაც თოვლი წვიმა იქნება მეთქი და ნუ ერთ სიტყვით არ ვიცი რა, რამდენჯერ გვილაპარაკია რა. მე რამდენჯერ აი ვამბობ ამას და უბრალოდ რა იყო იცი, ლოგბუკი უნდა დამერღვია და ვაფშე ისე უნდა გავსულიყავი, მაგრამ ალბათ ჯობდა რომ წავსულიყავი და გამისა დამერღვია და ჩავსულიყავი დეტროიტამდე და იქ გავჩერებულიყავი, მაგრამ ეს იქნებოდა რაღაც უკვე ღამის 2 საათზე ჩავიდოდი იქა და უყაი მეძინებოდა და მეთქი ეხლა 2 საათში რა უნდა იყოს მეთქი, მაგრამ ავიდა 2 საათის ის დავიტოვე და დაგვადგა თოვლი. და ყველაზე საშიში მომენტი, ესე იგი, როდესაც ეს თოვლი ჩამოდის წვიმა და -4 გრადუსია, ყველაზე სლიპინა და ყველაზე არასასიამოვნო მომენტია რა. მანქანის ატარებლად. ნუ რა შვებით ამ შემთხვევაში? უკვე ველოდებით რომ კარგად გათენდეს, ეხლა კი შემიძლია წავიდე ამ იმაში სიბნელეში, მაგრამ ავტყივარ თავს არ ავიტყივებ რა და იყოს 8 საათზე მაქვს დელივერი, მაგრამ არა უშოთ ჯობია დამაგვიანდეს და წნარად მივიდე. ყველაზე ცუდი ის არის რომ ღამე რო ვერ ხედავ რა, დღის სინათლეზე ჯობია გათენდეს და მე დავაკვირდეთ ეს ამბავი და ჯორჯ დავამთავროთ, არა? არა ისე იმას უბრუნდები რა, გათენდეს და სინათლეში უფრო კარგად გამოჩნდება ყველაფერი. გავიდა 2 საათი გათენდა. მაგათ თოვლია დიდი და აგ მანქანები გაჩერდნენ და სავარაუდოდ ჩემსავით ელოდებიან. იმიტომ რომ ამინდი ცნობას რო უყურებ 1 საათში გავა თოვლიო, მაგრამ ეხა ჩვენ რა პრობლემა გვაქვს? პრობლემა არა გვაქვს, ესე იგი მანქანა ხონდა ჩავაბარო დეტროიტში და ხვა დილით მაქვს თვითვინავი ღამის 3 საათზე რა. და წავიდე არ წავიდე. ფაქტობრივად ჯერ დრო გვაქვს. აქ მეორე მომენტია, განა ვერ წავალთ, შემიძლია წავიდე, მაგრამ უბრალოდ უკვე აქცენტი რომა გადატანილი წასვლაზე და უკვე ყურადღება რო არა მაქვს აქითკენ რა, მანქანის ტარებაზე რა. თბილისზე მაქვს უფრო ყურადღება, რაღაცნაირად მოვეში. ამ დროს ჩვენ ამდენჯერ ვამბობთ რომ მოშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. სანამ ბოლომდე არ დაამთავრებ ეტაპს. სხვა ეტაპზე არ უნდა იფიქრო, უბრალოდ არ უნდა გაანეწყო. არა, კი უნდა გაანეწყო, მაგრამ ჯერ საქმე უნდა დაამთავრო ბოლომდე და ჩვენ და ჯინათ აი ეს ამინდიც ეხლა ამდვილად ეხლა არ ფიქრობდი რომ ასეთი თოვლი მოვიდოდა რა, თორე უშევე რომ გამევლო ის 135 მილი. უკვე იქ ვიქნებოდი და ნელა წნარა მივხედავდი ჩემს საქმეს. აბა გავიდეთ გარეთ და ნახოთ როგორი თოვლია. ეხლა მავანი იტყვის რა თოვლია, მაგრამ თოვსაც აქვს თავისი მუღამები რა. თუ სველია, კარგია, სველი და თუ კარგი კი უფრო ცუდია და თუ ისა, მაგრამ არა ტემპერატურა -4-ია და ნახოთ აბა რა ხდება. სათამაშო კარგი კი არის, მაგრამ კაფუქია, სველია მეთქი პროს. არა, ნახეთ, უკვე მანქანებიც გაჩერდნენ და
სასურველი არ არის რა, მაინც ამ იმაში ჯობია დაველოდოთ. ან ამოვარდა ქარიც იქნებაო. შევიდი აქ ცოტა პატარა მაღაზიასავით არის და წესრიგში მოვიყვან ჩემ თავს. მანქანები დადიან ეთი. კი, ეგება ტრასაზე. კი, დადიან. მაგრამ ნელა დადიან, ნელა სწრაფად არ მიდიან. აი უყურეთ როგორი მომენტია, ფაქტურად უყურეთ აი ეს თოვლი ხო არის. ამას რო დააბიჭებ, უკვე გნება ასფალტზე და იგივე იქნება გზაზეც რა. ფაქტურად გზაზე აი ესეთი რაღაცა უნდა იყოს. სათ ისეთი მოყინულიც არა, აქედან გამომდინარე. წასვლა შეიძლება, მაგრამ მოდი ჩვენ მაინც ცოტა ხანი დაველოდოთ. ამასობაში ცოტა ჩვენ თავსაც მივხედოთ და უბრალოდ აუტყივარი თავით ტკივილი არ მინდა ავიტეხო რა. აი მივხედოთ ჩვენ ამბავს. არა დადიან მანქანები კი. მოდი ცოტა გათენდეს და მერე დავიძრათ. წეღანაც რო თქვი რა, უნდა გიღიდეს რა. წახვიდე. სადა ეხლა არ მეჩქარებ, უბრალოდ ერთადერთი პროსა ბოლო რეისია, ასე თქვა და რატომ ინერვიულო კაცო, ეხლა რომ ხონდეს ტვითი ასაღები, სხვაგან წასაღები არ რაღაცა, კიდე ხო და ამიტომ არ ვიჩქარებთ. კანანეს მანქანებით ელოდებიან. სინოპტიკოსები ამბობენ, რომ ერთ საათში თოვლი შეწყდება და ქარი იქნება, არა უშავს თავარია. გათენდა და ყოველ შემთხვევაში უკვე ხედავ რა ხდება. დაველოდოთ, არა ჯორჯი. ვერადავერ ორჩით, ხან ჭუჭხში ხარ და ხან თოვში. ოპა. დაველოდოთ. ესე იგი სამწუხაროდ როგორ ჩვენ გვინდა ცხოვრებაში ისე რო არ ხდება. ეხლა რა ხდება? ესე იგი ეს საწყობი, სადაც მე ტვითი მიმაქ, იკეტება 2 საათს. მე უკვე 3 საათი დგავარ. ეს ამინდი არ იცვლება. იმ ცნობაში შევდივარ, თოვლი არ იქნებაო და ეხლა მე რო არ ჩავიტანო ეს, თქვა დავაგვიანდე, საწყობი თუ დაიკეტა. ესე იგი ხვალითვით უნდა გადაედოს. ხვალ მე დილით რა ქვია მას, თვითუნავის რეისი მაქვს. გინდა არ გინდა, უნდა დავიძრათ. ავქნა. ნაღდათ არ მინდოდა ამ თოვში სიარული, მაგრამ იმედია დღე არის, მაგრამ რავი, უნდა შეიცვალოს და არ იცვლება ეს ამინდი და ავქნა. ას დავით. ისი რა ხდება როგორ ჩვენ გვინდა. იძულებული ვიყავ წავითით. კარგია რომ მაინც ასე თუ ისე მძიმეები ვართ. ეს მაინც ჩვენთვის სასარგებლოა, მაგრამ უბრალოდ ამათო სრიალებს მოუსვია. არა. სველი თოვლია, სველი, მაგრამ მაინც სიფრთხილეს თავი არ ტკივ. მიჩიგანის შტატი ისეთი შტატია, რომ ეგან არ წმინდავენ ასე თუ ისე.
ეხლა ძირითად გზაზე გავიდეთ, როგორი გზა არის, მეტავი. იმედია. Turn right on I-94 East. და გასასვლელზე ცოტა ფრთხილად უნდა გავიდეთ, რომ მოიდანოს არის ოპა. მოყინა. აბას რეალებს თუ არა? რეალებს ესო ხერი. ნუ რას ვიზავთ, ნელა წავალთ რა. ეხა ბილეთის გაუქმება, მე იქით აქით. ბილეთია გაწმინდავენ. Continue on I-94. უნდა ვიყოთ ყურადღებით და 10 მაგი ვიჟუალ თუ როგორ არის, ხედვა უნდა გქონდეს. მეგობრებო, გავათამაშოთ ვიქტორინა. საწყოში მოვასწრებ თუ არ მოვასწრებ, ასეთი ნელი სიარული. 2 საათამდე გვაქვს დარჩენილი 3 საათი. ვიქტორინა ზალაშია. ვინც პირველი გასცემს სწორ პასუხს, იმას გადაეცემა ჩვენი წიგნი სათაურით ორეული. დაიწყო ზამთრის პრობლემები. ეგერ წინ გაჩერებულები არიან მანქანები, ეს ავარაუდოთ ალბათ უკვე ვიღაცას მოუსრია და მანქანა და გადაყირავებულია სავარაუდოდ. წინ პოლიცია ანათებს, ეთქობა უკვე მოხდა რაღაც ექსიდენტი. თან სასტრაფო მომხდებს, ეხლა გამასწრებს ისიც. აი, სასტრაფო მოვიდა. როგორ ვამბობთ მეგობრებო, ყველაფერი ნატურაში, ყველაფერი ბუნებრივად. აზრო. არც იქით, არც აქით. ისე საერთოდ ეს სინოპტიკოსები სულ არ ტყავენ ხოლმე ამინდებს და რა ვიცი ეხლა რატო ისა რა იმედი მქონდა რა შეწყდებოდა თოვლი, მაგრამ არ წყდება. ვერ გაარტყეს.
ეგრე ხედავ წინ რომ მანქანა ჩაუსია და სუბუქი მანქანა აი მარჯვენა მხარეს ლამა გადაგვიკეთა ესა და ეგრე ხედავ ეს ორი მანქანა ჩავადნილი სუბუქი თქო მოუსრია და თან უხურ დააჭირეს და წავიდა აქითაც სასწრაფოა იქითაც სასწრაფოა იქით აქეთ მარცხნივ ტრაილერი დგას ეთქობა ტრაილერს დაეჯახა თუ რა მოვიდა მანქანა მარცხნივ ტრაილერები პოლიციად მოსულია უყურემე რა დაარტყა როგორ დაარტყა ეგ არის რა დავეცით ხედე დავიძაბეთ და გავაგზავნეთ ჩვენი გზა ყურადღებით. ეხლა ბროკერი მირეკავ სადახარო ატო არ მიხვედიო და ეხლა მე გამახსენდა ამანა ძალით არ გამაგზავნა რა არ იქნება კაი ამინდი იქნება კაი ამინდიო ეხლა ვისი ბრალია ეხლა მე ფაქტობრივად კი შემეძლო აქ წამოსულიყავი ღამე მაგრამ უკვე ნოტბუქს ვარღვევდი რა იყოს სწორი გზა არ იყოს სწორი გზა მაგრამ ფაქტია რომ აგერ გავიჭედი ეხლა ბროკერიც არ მაინტერესებს ის არ მაინტერესებს თავარია ჩავიდეთ 2 საათამდე რომ თვითმფრინავდი არ დავაგვიანოთ არა რა თუ არ გადაიდო რა აი გარი რა აუტყივარი თავი უნდა განსაზღვრო წინას რომ თავი არ აკტყიდეს მაგრამ რა ვიცი ცხოვრება აგერ ისევ გამოჩნდა მორიგი გადაყირავება მგონი ისევ გაჩერდნენ მანქანები აი აღმართია და სრიალებს აღმართზე ალბათ 4 იმით ჩართვა მომიწევს ჯერ არა წაიღო ბლექაისები აიკიდა რა ტრატენ გზამ აი სულ ბლექაისებია და იმიტომ მივიდივარ ასე ნელა ამ შემთხვევაში თავარი აი ნელა იარო და თუ მოგისრია ესე ისეთი სიჩქარით უნდა იარო რომ არ მოგისრიარდეს და არ წაიღოს რა ყველაზე კაი დაცვა ეგ არის რა ისეთი ტემპით უნდა იარო გზნობდე თან დაღმართია ეს განსაკუთრებით დაღმართზე 30 მაილი მოვდივარ უკვე 1 საათი მოვდივარ მაგრამ უკვე გზა იცვლება და ეს კარგია უკვე ბლექაისები არ არის და მშრალია გზა ეს უკვე კარგია მშრალი რა ნუ ერთი მხარე თუ სველია მეორე მშრალია და ეს იმას ნიშნავს რომ არ ისრიალებს რა მაგრამ ჩვენ როგორ ვამბობთ ნუ იტყვი ხოპა სანამ არ გადახდებიო ხო ხედავთ უკვე შუაში გზა რო არის უკვე აი სადაც ბორბლები მიდიან ის მშრალია შუაში თოვლია
მომენტებში აქ უკვე აღარ მოგისიადება, აქ უკვე სუფთა ფსიქოლოგიური მომენტია რა, რომ ხედავ რომ თოვლია, გონია რომ მოსიადები, მაგრამ სინამდვილეში არ მოსიადები, იმიტომ რომ ის უკვე მყარად ადგას რა. აქედან გამომდინარე არ არის პრობლემა, მაგრამ მაინც შენ არ მოგისიადება, მაგრამ შეიძლება სხვამ დაუშვას რაღაცა შეცდომა და აი მომენტია რა. არა ასეთ ამინჩი არ შეიძლება ჩვეულებრივ ამინჩიც დაუშვათ ზღორმა, მაგრამ აქ უბრალოდ ვარაუდი უფრო მეტია შეცდომის დაშვების რა. აი უყურეთ ნახეთ, ახლა ეს ხომ შრალია და მერე მოდის უკვე ცოტა ნათორ არის, მაგრამ უყურეთ მარჯვენა ხაზი შრალია, მარცხენა ცოტა თოვლიანია. აქ უკვე მანქანა არ მოსიადება მაინც. ჯერ რომ დახტის ხოლმე მანქანა აი მაშინ შეიძლება ცოტა მოგისიადეს, მაგრამ საერთო ჯამში არ მოსიადებოდა. ნუ აქ უკვე შეგვიძლია სიჩქარესაც მოუმატოთ. უკვე სინოპტიკოსები ამბობდნენ, ნუ ყოველ შემთხვევაში ამბობდნენ, რომ შეიძლება ამინდი და უკვე კი გავიდა. უბრალოდ შეიძლება 2 საათით გვიან იცვლება ამინდი. და ეგ მომენტი მოვიდა უკვე თან. რაღაც გონი დასახლებას უახლოვდებით, ეს კარგია, უკვე დასახლებაში ბევრი მანქანა დადის და ნუ ყოველ შემთხვევაში ისეთი საშიშროება არ არის, რომ მოგისრიალდეს, თუმცა ვაიმე რა ხდება წინ იქაც რაღაც გროვა მანქანების. ეხლა ბლეკ აისები არ არის, ცოტა მოგეშვება, მაგრამ აი საერთო გარემო ეს თოვლი მაინც გძაბავს. ძაბავს რა, ნუ ყურადღებით უნდა იყო რა. აი ეხლა ფსიქოლოგიური მომენტი, ეხლა მარცხნივ მოვიდა, იქიდან მომავალ მანქანას მოვიდა რაღაცა ექსიდენტი და უკვე გინდა არ გინდა შენც უკვე იძაბები. ეს როგორი მომენტია, იცი? აი იმას ქონდა, ტოლსტოის ქონდა ასეთი მოთხრობა რა, ივან ივანიჩ სიკვდილი რო არის და ადამიანი რომ მოგდება და ყველა რომ მიდიან მის ანაშვიძია ან დაკრძალვაზე რაღაცა და ყველა ფიქრობს რომ აი ამას მოვიდა და მე არ მომივარ. აი სიკვდილის მომენტი, აი აქაც ისეთი რაღაცაა რა. იდი ხარ დაინახავ გადატრიალებულ მანქანას და გიხარია რომ ვახ ეს მე ხო არ მომივიდა, მაგრამ მე თუ კარგად ჩაწვდები ერმა დაფიქრდე კიდევაც, ხო შეიძლება მეც მომივიდეს ესა. სუფთა ფსიქოლოგიური მომენტია რა. ისე მაგარი მოთხრობაა რა, ივან ილიჩის სიკვდილი რა. მაგარი ცხოვრებისეული მომენტია რა. რატომაც ეს გამახსენდა. ასე თუ ისე გამოვედით შალგზაზე, ეხლა ჩვეულებრივად შევიბერავთ. იმედია ამინდი არ შეიცვლება და დარჩენილი გვაქვს 105 მაილი. წესი და ლოგიკით უნდა მოვასო, თუ რაღაცა დაყოლება არ შეხვდა გზაში. ნახოთ, ჩვენ ხელში არ არის ყველაფერი. არა, ჩვენ ხელში ზოგადად რა ხდება ეს არ არის, მაგრამ ჩვენ გაშენო რას ტრიალებს, ის არის ჩვენ ხელში. მაგრამ რას ვამბობთ? ხოპას არ ვამბობთ, სანამ ბოლომდე არ გადავხდებით. იყვეთ.
მეგობრებო და მომავალო მძღოლებო, აი ახლა ერთი სიტუაცია დამემართა კიდო, ესე იგი ეს ბროკერი მირე ყავს დისპეჩერ. რატო არ მიხვედი თავი დროზე? ხოიცი ეს ამერიკული იმითი უხეშად. მეუთხარი თოვში მოვდიოდი და ვერ წავედი მე. მერე სხვა გზე ვერ იპოვე, შეხედე იმას, ამას. ხოიცი ეს ქართული ისე ღამეთქი, ახლა ამის დედა ვატიე და მეუთხარი ხო ვერ ვიპოვე მეთქი. როდი ჩახვალ? მეთქი არ ვიცი, ამინძია დამოკიდებული. ეხლა აშკარად ვერ ვეთქვი, ეხლა როდის ჩავალ ზუსტად. მეთქი სავარაუდოდ ალბათ საათ ნახევარში ჩავალ მეთქი და იქიდან იცი რომ შენ ეხლა რაღაცა ჯარიმა დაგვიჯდება. აუ მეთქი უკვე ამომივიდა ყელში რა. მეთქი შენ რა ქვია მეთქი შენ ტომსიო. ხო და ტომ მეთქი რა. საიდან ხარ მეთქი და რაღაც მე მეთქი თოვლი იყო უხსნი, წყნარად უხსნი რა. ეხლა ცოტა იმას მოუმატე და არა მე მესმისო, მაგრამ ხო შეიძლება სხვა გზით წახვიდეო მეთქი. იცი და ინგლისურად ხოდა get the fuck mother უთხარი და დაუკიდე ყურბილი რა. იმიტომ უკვე უძდელობაში გადავიდა რა. ხო და გავიდა დრო და უკვე ჩემი დისპეჩერი მირეკავს. აკავ რატო შეაგინეო ესა? მეთქი ამოვიდა ყელში მეთქი და რა უყო მეთქი და ხო იციო ჩვენ მაგათო მეთქი გასაგებია, მაგრამ ეხა თოვლია მე ხო არ ვიზე. მეთქი ლოგბუქსა ანუ მაინც ყურადღებით იყავიო და შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ. მეთქი არ შევაყენებ, თვითონ მიმაყენებ შეურაცხყოფას მეთქი და აი ესე წასვლის წინ ჩვენი აკა ჩემი სახე რომელიც ვიზახე არავარდი, აი ბოლოს და ბოლოს ავარდი და შეუკურთხე კიდევაც. მაგრამ აი ნახეთ ეხლა აი როგორ არ შეუკურთხებ, ისე ბლეკაისები დაიწყო. აი ნახეთ უკვე როგორ მოსრიალებული აქ უკვე ნელა უნდა შევანელო. всё, გამოვედით. ხო და რას ვიძახი მეგობრებო, მე კი ვიძახი სიწყნარესი შიმშვიდეში ნუ ავარდებით, მაგრამ მეც ზოგჯერ სამწუხაროდ მეც ვარდები ხომ. ეხლა ნამდვილად არ უნდა შემეგინებინა იმისთვის, მაგრამ ნუ ამოვიდა ყელში რა, აი ძალიან უსამართლოდ ისა, მაგრამ მაინც საერთო ჯამში მაინც არ უნდა ავარდეთ. ისე ჩვენ ხო იცით ლიტერატურის მოყვარული ხალხი ვართ და აი წიგნებს რო კითხულო და წიგნებით რო ახთოვანდები და რომ მოგწონს. და გონია რომ ავტორიც მასეთი ხასიათის იქნება და მე გებულობ რომ აი ავტორმა მწერამან დაწერა კარგი წიგნი და გონია რომ ეს ძალიან კაი პიროვნებაა და ამ დროს მე გებულობ რომ სულ სხვა პიროვნებაა და წიგს სხვანაირად აწეს, თვითონ ცხოვრებაში სხვანაირია. აი დააკვირდი რამდენი წელებია მასე. ეხლა მე კი არ ვამართლებდა ეს, მაგრამ სიტყვაზე რეალობას ვამბობ, ხო? აი ეხლა მეც სულ მაგას არ გავიძახე, ეხლა საწელები და სად ისინი, მაგრამ მეც სულ ხადაგებ, ნუ ავარდები სიწყნარესი სიმშვიდეში, მაგრამ მე თვითონ ავარდი და აი ესეთი არაც უცენზურო სიტყვებით მოვიკითხე ჩვენი ბროკერი. აპატიოს უფალმა ნამდვილად არ მინდოდა გულით, მაგრამ ნუ მოიტყვიან ჩაგუბებულმა სატანა რომ მე ჩემს სიზიდულაში ეს მომენტი ჩავვარდა და ამაგდებინა და მათქვევინა ცუდი სიტყვები. ნუ რას ისა. ჩვენ ნანოთ, სინანურით ვგზნები და შევეცდებით რომ მომავალში ასეთი რაღაცა არ გავაკეთოთ. კარგით, ეხლა ბოლომდე არა ვარ ჯერ ბოლომდე ჩავიდეთ ესა და უბრალოდ გული მწყდება კაცო ეს ვერ მივედით რა ბოლომდე რომ ეს საქმე დავამთავროთ. ეხლა გზა ასე თუ ისე გამოსწორდა და ამოვარდა ეხლა ქარი. იმდენად ძლიერი ქარია რომ რული უკვე ასე მითამაშეს, მაგრამ ჩვენ სამაგეო ძიმეები ვართ და წესი და ლოგიკაში არ უნდა მოგვერიოს, მაგრამ სასიამოვნო ნამდვილად არ არის. მაგრამ რას იზავ? გავაგჯერო ჩვენი გზა. იმედია კერა კარგად უნდა მივიდეთ, თავარია არ მოვეშვა და ყურადღებით ვიაროთ. ისე ფასები რა მაღალია, იმიტომაც რომ აი ცუდი ამინდები რომ იმიტომ წევენ ფასებს და ბევრი არ მიდის და გახსოვთ ალბათ ჩემი იქიდანაც მე
ზოგჯერ სპეციალურად ზამთარში მოვდიოდი ხოლმე რომ ემუშავა, მაგრამ ეხლა უკვე ცოტა ჯობია წავიდე თბილისში. იქაც რამდენი საქმეები გვაქვს. კი, პრობლემებია, არაორდინარული სიტუაციებია, ისეთი რაღაცებია, რასაც ვერ გათვლი, მაგრამ შენი სამშობლოა და როგორ ვამბობ ხოლმე, სადაც გაგაჩინა ღმერთმა, იქ უნდა იყო. წვალებით თუ არა წვალებით, მაგრამ შენია და სადაც შენები არიან, იქ უნდა იყო. თუმცა საფიქრალი ძალიან ბევრია და ძალიან ბევრი გასაკეთებელია. აი თავიდან არ გამომდეს ეს არაბიზაციის თემა, ეს ემიგრაციის თემა და აი გიშდები. რატო არ მიაჩნია ჩვენ მთავრობას ეს ასეთ საშიშა და პირიქით აპრავებენ, არ ვიცი, აი ისეთი რაღაცები ხდება საქართველოში, რომ აი 100 წელი რომ კაციშვილი ვერ იფიქრებდა, კაცო, ჩვეულებრივად ყიდიან, მიწევს ეს არაბები, მოდიან და არაფერი პრობლემა არ არის, აი გიშდები რა. მაგრამ გაგიჟება არ გვინდა მე ჩამოვარ საქართველოში და იმათ გვერდზე დავდგები, ვიც ამ პრობლემას ერთვის. პრობლემა კი მე მგონი ამაზე მაგარი პრობლემა. ამჟამად საქართველოში რა უნდა იყოს? რა და ამდო ტიპები ფიქრობენ იმან მოიმატა, ფასმა მოიმატა, იქ ევროპაში გვინდა, იქ გვინდა, აქ გვინდა და აი ეს ამხელა საშიშროება აკავდა მაგაზე. მაგრამ ალბათ ესე ჩვენი ჯვარია რა მეგობრებო. რა ვიცი ამ ჩემმა თაობამ რა არ გადაიარა კომუნისტური პერიოდი, საბჭოთა პერიოდი, სამოქალაქო ომი, კორუფცია, ხედრიონი, ლიბერალიზმი, ეხლა ეს ემიგრაცია, ნუ არ ვიცი. მაგრები უნდა ვიყოთ, მაგრები. აი ხო უყურეთ გუშინ სერბებმა როგორ გაყარეს ისინი ეს იგილხილი თუ რაღაცა სერბებმა და მაკედონიაში და საქართველოს არა, უპრეცედენტო ის არის ინვესტიცია, რა უპრეცედენტო ის გიშდები როგორ შახს აშენებენ და ყიდიან და დაგჩება ვინ? ვიღაცა უცხოთომელები დაგჩება იქა და არ ვიცი, აი ჩემთვის ეს მიუღებელი თემაა, აი სასწაულია. დავარი აკა დაწყნადი დამშვიდი და შვიდა წყნარად ავარდნის გარეშე მივხედოთ ამ საქმესა და რა მეგობრებო. აი ეხლა თავარი მივიდეთ იქამდე დავამთავრეთ და უკვე ამ არაბიზაციაზე და ამ ემიგრაციაზე უკვე თბილისში ვიფიქრობ და ვიმოქმედოთ. ჩვენ კი ეს საქმე დავამთავროთ ეხლა რაც აგვაქვს დასამთავრებელი. მეგობრებო, ხوار დაგავიწყდათ, ვიქტორინა ძალაშია. მოვასწრებ თუ არა მირტანას? გადმოგწირთავენ თუ არა? ვინც პირველი წრის სწორ პასუხს ის არის მოგებული და მას გადაეცემა წიგნი ორეული. მოეშვები რა, ნახეთ უცბად მოვედი და უცბად ამხელა თოვლი მოვიდა, არა და დარჩა 10 მილი რა, არა, 15 მილი დარჩა რა. ძალიან ცვალებადია რა ჩილოეთში ამინდი და საერთოდ სისტემა რა. რაღაც 5 წუთში აი უცბად ამინდი გაფუშტა რა. მედია იქ ცოტა გაიწმინდება რა, არის ეს. ვერად და ვერ დავამთავრეთ, ვერად. ეხლა ისმის კითხვა, არ უნდა შემეგინებინა იმ ბროკერისთვის? აი რო კიდიათ, ეხლა ასეთ ამინდის. დედასპენა კი არ ვამართლებ ჩემ თავს, მაგრამ ნუ აი მიზეზი მქონდა რა, აი უზრდელობის გამო. ის ეხლა ის აი კომპიუტერთან ოფისში და იქიდან გამანდროს. მიდე მოდი და ბაიარე 100 დამიჯი. ისლი ჩამოწვა თუ რა არის ესა 100 მეტრაზე ვერ ხედავ ვერაფერს რა.
თავარი რა არის? სიმშვიდით, სიწყნარით მიყვეთ. თავარია არა ვარდეთ. გონი შეიცვალა ესე ამინდი, ცოტა უკვე მხედველობა გამოკეთდა და დაგჭა 12 მილი რა, ვერ მივედით რა. რა თავარია მხედველობა გამოჩნდეს, ეხლა აქ სრიალით არ სრიალეს, მაგრამ მხედველობა რო არ არის, მე უკვე თავისთავად ის კომფორტია და უკვე ცოტა გაიწმინდა. 12 მაისს ვერ გავიდით ამით დედავად. ისევ გაგვიფუშტა ამინდი, ვახ ამით და 7 მაილი გვაქვს დარჩენილი. უბედურებაა რა. რა თითქოს მოუახლოვდი, ახლა ნახე გადაყრიებულია მანქანები, ამან აფსუს. და მანქანები მაინც რა თამამად მიდიან კაცო, ჭდები რა. და ვერ დავამთავრეთ ეს 8 მილი რა. ეს უკვე დაღლა წამომივიდა რა, უკვე თვალები დამეძაბა. როგორ მიხარო და საწყობთან ახლოს ვარ მეთქი და თოვლი არ იქნება მეთქი და აქ უფრო დიდი თოვლია რა. როგორც იქან გამოვედი მქონდა რა იყო ეს რაღაცა. ყოველ 1 კილომეტრში 1 მაილში იცვლება ამინდი რა. აი ახლა რამდენი დაგჭა? 3 მილი დაგჭა და მგონი მივედით რა. ყოველ შემთხვევაში ხედავ და თოვლიც არ დეს. აი პარადოქსი არ არის მეგობრებო, ნახეთ, აქ უკვე მშრალი ის არის. რაღაც 2 მაილში იმხელა თოვლი იყო, გამოვედი აქეთ. რამდენი დაგჭა 1 მაილში? 1 მაილი დაგჭა მისასვლე და იმედია იქ აღარ იქნება თოვლი. ესეც სამუშაო წვიმანები არა მეგობრებო. აი ესეთი ცხოვრება გვაქვს ტრაილერის ცხოვრებს. კიდოს არ მოგვიყვანა, ნუ ეს უკვე ჩვეულებრივი პრობლემაა ჯანდაბას, ამის სამარს ვიპოვებ ბოლოს და ბოლოს. თავარია მივიდეთ ადგილამდე. უტრიალე და მგონი მოვედით რა, ეს კომპანიაა რა. ჯორჯი მგონი გვეშველა. მარგარიტა. Head west. ნებული ვარ, სანამ ბოლომდე არ დავამთავრებ, ვერაფერს ვერ ვამბობ რა. ახლა ტრაილერებით განან ეს იგი აქ არის, shipping office-ი გვინდა ახლა ჩვენ. ეს მისამართია და ნახოთ, აბა ჩავიცოთ ახლა თბილა და საქმე ხო და დავამთავროთ რა. აბუთები ავიღე და წავედით. უი მე რა ქარია. თავარია მოვედით რა. დავიღალე მაგრამ მომჩეს. ზარი დავაზარინოთ არიღებენ.
Head east. დააგვიანეო, მე ვთხარი თოვლი იყო მეთქი და Head northeast. ყველა მძღოლები მაგას იძახიანო და 37 კარები მოხცეს. Head north. დოკი. მოდი ჯორჯი, მოდი ბოლო. ავიც ერთად რამდენი მოდი შევხვდებით მერე ჩვენ. ისიო, დავაყენეთ. ეთი ლამაზი კაი ზანგი ხალია. ერთად ვისაუბრეთ, მაგრამ სიმპათიით იყო განწყობ. ნუ კარგით მეგობრებო. ლამაზი კაი ზანგი ხალია, მაგრამ როგორ აყენებ ჩვეულებრივად. ხო, კარგით. ბოლოს ეს ვიდეო ძალიან როარ გაგვიგზელდეს. ჩემი ოფისი, სადაც უნდა მივიდე 17 მილია. უკვე მაგას აღარ გადავიღებ. ტორტი ვიყიდე, ის ვიყიდე, გოგოებთან მივიტან, მაგრამ მაგის საინტერესო არ იქნება. თუ რამე იქნება ზაში და იმედია ამ 17 მილში თოვში არ მოხვდებით რა. მე რამდენჯერ თქვი, ხო? ასე კარგად ყველას წარმატება, ბედნიერება და თავარია არ ავარდეთ და თუ ავარდები და რაღაცა შეცდომას დაუშვებთ, ყოველთვის იმდენი უნარი გქონდეს, რომ მოვინანიოთ და უფალ შევთხოვოთ. მიტევებ. კარგით, აბა, მომავალ საინტერესო ვიდეოებამდე.